მოგესალმებით ძირფასო ტელემაყურებლო, ჩვენ ეთერში ვართ, ჩვენი გაცემის დღევანდელი პირველი სტუმარი გახლავთ გიორგი სოსიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ქართული ოცნების წევრი, მოგესალმებით ბატონო გიორგი. მოგესალმებით ბატონო შალო. თავდაპირველად უნდა გითხრათ თქვენც ალბათ სიხარულით მოისმენთ ამ ინფორმაციას, როგორც ყველა ქართველი. ზეგ პარასკევს 17 მაისია მოგესალმებით ოჯახის სიწმინდის დღე, კვირას ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც საზეიმო პროცესია გაიმართება. აი ამ მსვლელობას წინ ჩვენი ახალი პატრიარქი უწმინდესი და უნოტერესი საქართველოს პატრიარქი შიო მესამე გაუძღვება, ეს ახალი პატრიარქია და ჩვენი რაოდენობით, ჩვენი სულისკვეთებით ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას, ვინც პრობლემებს გვიქმნის აქაც და გარეთაც, თუ რა როლი აქვს ეკლესიას, რომელიც არის ქართული ტრადიციების, ქართული თვითშემეცნების, ღირებულებების უპირველესი დამცველი. რაოდენობა აქ რა თქმა უნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ზღვა ხალხი გავა ქუჩაში თქვენს დაამატეთ შეიძლება. მეც მივესალმები პირველ ყოვლისა ჩვენს ძირფას ტელემაყურებელს და იგივეს ვიტყოდი, რომ ეს დღე არ არის მარტო ოჯახური სიწმინდის დღე, ეს არის ჩვენი იდენტობის დღე. ეს არის ჩვენი ერთიანობის დღე და ერთგვარ ერთიანობის სიმბოლოდ გადაქცეული დღე, რომელიც არც განსვენებულმა მისმა უწმინდესობამ დააწესა და მე ვფიქრობ, რომ თითოეული ქართველი ერთგვარი მოვალეც არის, რომ აი ამ დღეს შეუერთდეს და თავისი პოზიცია დააფიქსიროს, როგორც ერთგულმა აი ამ ოჯახური სიწმინდისა. მით უმეტეს გადამდები აღმოჩნდა ჩვენი მაგალითი, ამერიკელებმა მოგვაძეს, ტრამპმა მოგვაძა და 17 მაისი არის ლოცვის დღე გამოცხადებული ამერიკის შეერთებულ შტატებში. პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივა საოცარია პირდაპირ როგორ უყვართ მიბაზვა. კარგში მოგვაძონ ეს კარგია. კარგში რო გვაძავენ ეს არის კარგი. ხო, ტრამპს გამახსენდა, იმყოფება ჩინეთში. ძალიან საინტერესო ვიზიტია, ყველა ალბათ ვადევნებთ თვალყურს. ბევრი რამე შეიძლება გადაწყვეტს სოფლიოსთვის და რა თქმა უნდა ჩვენთვისაც. ჩვენ ზოგადად უკრაინის თემები გვაინტერესებს და იმედის მომცემი პროგნოზების თქვა. თუმცა მან უფრო რთულად არის ჩემი აზრით საქმე, ჯერ არ მორჩება ეს ომი. აქაც თუ შეგიძლიათ ხო, მე ვფიქრობ, რომ მართლაც მნიშვნელოვანი ვიზიტია, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, ოდესაც განხორციელდა ჩვენი ხელისუფლების უმაღლესი პირების ვიზიტი ჩინეთში და ამას რა რეაქცია მოყვა ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსთაგან, გახსოვთ თქვენ ჯო ვილსონის გამოხტომები, ასევე ბრუსელში მოკალათებული ზოგიერთი არაჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკოსის ესეთი განცხადებები თითქოს ქვეყანა იქცეოდა, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები რაღაცა ჩინეთთან ურთიერთობას, ასე ვთქვათ, მიდიოდნენ და ხდებოდა ურთიერთობის გამყარება და ახლა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩავიდა და ხვდება და მათი რეაქციები ძალიან საინტერესოა. აი ჯო ვილსონი რა სიტყვის. სოფლიოში აი ამ ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის კვალდაკვალ ეს ნაბიჯები არის ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვფიქრობ და ძალიან საინტერესო იქნება როგორ შეფასებას გააკეთებენ ეს ადამიანები. ჯო ვილსონი არავინ არ არის, კიდევ ერთხელ დარწმუნდით, რომ ქართულ ნაცებს ყავთ ამორჩენილი ყველაზე უბადრუკი აზროვნების მქონე ადამიანი, რომელსაც ვერც გაურკვევია თავის ქვეყანას საითმედის. თავს აცხადებს ტრამპის ჯარისკაცად, მაგრამ აკრიტიკებს ის, რომელსაც ტრამპი ახლა და ძალიან საინტერესო საუბარი ჰქონდათ ყველაფერზე საერთოდ. ეგ არის ნონსენსი. რომელ ჯარისკაცობაზეა ლაპარაკი, როდესაც ყველა მისი განცხადება სახელს უტეხდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, კონგრესს, ამერიკის უმაღლეს წრეებს და საერთოდ ძირს უთხრიდა აი ამ ღირებულებებს და ახლა რაგან შეკვეთილი განცხადებების ავტორი რო იყო ეს დღესავით ნათელია და ძალიან მარტივად ჩანდა ყველა განცხადების უკან იდგა კონკრეტული გასამრჯელო. კი ბატონო. მოდი ჩვენ ვილაპარაკოთ ევროპაზე. ევროპაც პრობლემატური ქვეყანა გახდა ჩვენთვის და ხდება უფრო და უფრო. ჯერ გამოხტომა მოლდოვეთის. მეგობრებო, ჩვენი ტელევიზია დასაქცირებულია ბრიტანეთის მიერ რამოდენიმე თვეა უკვე. დედა მომიკვდეს არანაირი პრობლემა ჩვენ არ აქვს. ჩვეულებრივ მუშაობთ როგორც ადრე მეტი ენთუზიაზმით, იმიტომ რომ დაგვაფასეს ბრიტანელებმა. აი ახლა ამ სანქციების გამო მოლდოვეთში DST-ს წევრ ქვეყანაში, რომელშიც არნახული კორუფცია, მექთამეობა განვითარებულია, პოლიტიკური უფლებების შეზღუდულია კი არა და არ არსებობს, რომელშიც გააყალბეს არჩევნები და მაია სანდუ ძალით დასვეს, გააყალბებული არჩევნები ინარჩუნებს პოს, იქ შეგვიშვებენ რაიმეს გასაშუქებლად თუ არ შეგვიშვებენ, მერწმუნეთ არც თქვენთვის მაყურებლებო და არც ჩვენთვის ამას არცებითი მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ სიტუაციაზე უნდა ვილაპარაკოთ, რაც დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა.
აი ამაზე მინდა რომ თქვენი კომენტარი მოვისმინოთ. დიახ, ვიცე-პრემიერის ქალბატონი მაგა ბოჭორიშვილის გამოსვლა იყო მართლაც ღირსეული გამოსვლა, ისეთი გამოსვლა, როგორიც ეკადრება დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს. მე ვფიქრობ, მან თქვა ქართული ხალხის სათქმელი ამ გამოსვლაში. ჩვენი დაბულინგება და შევიწროება მხოლოდ აი ამ შეხვედრაზე არ დაწყებულა. თქვენ ახსენეთ ტელევიზიების დასანქცირება და ტელევიზიებისთვის აკრედიტაციის შეზღუდვა, მაგრამ აბა გაიხსენეთ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, როდესაც გაცილებით კი არა ჩამორჩენილი ეკონომიკა გაჩანაგებული დსთ-ს წევრ სახელმწიფოს მისცეს კანდიდატის სტატუსი და ჩვენ რატომღაც დაგვჭაგრეს და ამ დროს რაღაც სამართლიანობაზე, მიუკერძოებლობაზე, ობიექტურობაზე ქონდათ გარკვეული პრეტენზია და ამბიცია ბრიუსელში მოკალათებულ ბიუროკრატებს. ხო, აქედან დაიწყო ყველაფერი. დაიწყო იმიტომ, რომ ჩვენ არ აღმოჩნდით ის ხელისუფლება, რომელიც მათი უსიტყვო მორჩილი იქნებოდა, უსიტყვოდ შეასრულებდა ყველა იმ დავალებას, ყველა იმ ბრძანებას, რომელიც ბრიუსელიდან წამოვიდოდა და ქვეყანას დიდ უბედურებაში გახვევდა. ჩვენ რომ მოლდოვის მსგავსად და უკრაინის მსგავსად ყველაფერზე მოგვეწერა ხელი და აი ამ დაგეგმილ სცენარში წავყოლოდით მათ და ქვეყანა გაგვიხია უბედურებაში და კაცმარუწყის ჩვენი ქვეყანა დღეს იქნებოდა თუ არ იქნებოდა. აი ამ ყველაფრის გამო ისინი ჩვენ ტას დაგვიკრავდნენ და ბუნებრივია არც თქვენს ტელევიზიას არ შეეზღუდებოდა ეს აკრედიტაცია, რომელიც მოხდა, მაგრამ ბოდიში დავასრულებ ეხლა ძალიან მიმძიმს ამ პარალელის გავლება, მაგრამ ნაცისტურ გერმანიაში, როდესაც მოდიოდა ამ ნაცისტური ხელისუფლების შემოქმედი, რა მან მოგეხსენებათ გამოსცეს თავისი საპროგრამო წიგნი. ჩემი მაინკამფი. აი ამ წიგნში ასეთი ფრაზა აქვს, ჩანაწერი აქვს, რომ ის ემუქრებოდა მოვაო დრო და მეო 300 გრამიანი ჭურვებით ჩავახშოფო გაზეთებსო, გამოცემ თავისუფალ გაზეთებს, ანუ მედიაზე ქონდა, მედია ქონდა ამოღებული მიზანში. აი დღევანდელი ეს გადაწყვეტილება და მანამდე დასანქცირება აი ერთი პატარა ქვეყნის თავისუფალი ტელევიზიების დასანქცირება, მედია საშუალებების ასეთი შეზღუდვა, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა და დღეს კიდე რაც ვიხილეთ აი ამ აკრედიტაციის შეზღუდვა მინისტერიალზე, ნუ აი წარმოიდგინეთ რომ ნაცისტური რეჟიმის რაღაცა ამბებს მაგონებს. რანაირად შეიძლება წარმოიდგინეთ რომ 21 საუკუნეში, როდესაც საუბარი გაქვს ევროკავშირის გაფართოებას და რაღაცა მაღალ იდეალებზე ელაპარაკების საზოგადოებას და ხალხებს მოუწოდებ რაღაცა ჰარმონიისკენ, თანასწორობაზე და რაღაცა ზღაპრებს გიყვებიან, ამ დროს ტელევიზიებს გისანქცირებენ და ესე იგი, სულ რომ მიუღებელი არსებობდეს, დაუშვათ თეორიულად რომ რაღაცა რომელიმე ტელევიზია, რომელიმე ქვეყანაში მათთვის მიუღებელია, რანაირად შეიძლება თავისუფალ აზრს, თავისუფალ სიტყვას ებრძოლო. 21 საუკუნეში, ნუ თუ ევროპაში არ არიან ის ადამიანები, ვისაც ეს ყველაფერი ძვირფასია. ეს ხო არის ერთი დიდი აბსურდის თეატრი და ხედავთ რამხელა სიყალბესთან გვაქვს საქმე. ახლა ეს დღეს თუ ხვალ უსათუოდ დასრულდება და დასრულდება რა თქმა უნდა სიმართლის გამარჯვებით, იმიტომ რომ არ შეიძლება ასე გაგრძელება, ხო? გიკარნახებენ ესე იგი და მათ ნარატივს უნდა მოერგო, მათ დღის წესრიგს თუ არ გაყევი და თუ ხელისუფლებამ ესე იგი მათი ნაკარნახევი დირექტივები არ შეასრულა, ესე იგი ტელევიზიებს გისანქცირებენ, უმაღლეს თანამდებობის პირებს გისანქცირებენ, გაშინებენ, ტერორია ჩვეულებრივი. ამას სხვა არაფერი არ აქვია თუ არა ლიბერალური ფაშიზმის ტერორი. ეს ტერორი აისახება ვიმეორებ თქვენი ტელევიზიის აი ამ შეზღუდვებზეც და ადრე თუ გვიან ეს ძალიან ცუდად მიუტრიალდებათ, იმიტომ რომ მოლდავეთი რო ახსენეთ, ხო მოლდავეთში ახლა დახურეს მედია საშუალებები. ორადორი მედია საშუალებაა თუ არ ვცდები დარჩენილი, რომელიც ამ ხელისუფლების აი ამ დღის წესრიგზეა მორგებული მთლიანად, თავისუფალი სიტყვა დახშულია. აი ესეთი რაღაცა, რატო არ იღებენ ხმას? იგი მოლდავეთში რომ თავისუფალი სიტყვა აღარ ხმიანებს, ეს მათთვის არაფერს არ წარმოადგენს. ანუ თუ მათთვის მართლაც მნიშვნელოვანია თავისუფალი სიტყვა, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა, სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა, რატო არ იღებენ ხმას მოლდავეთში არსებულ სიტუაციაზე? რა დღეს ჩააგდეს? და თუნდაც უკრაინაში, ხო, უამრავი მედია საშუალება შეიზღუდა. დევნიან პირდაპირ. ხა რა გონიათ მოლდავეთმა თავისი ნებით ასე ვთქვათ შეუზღუდა ქართულ ტელევიზიებს ეს იქ ოპერირება, ეს ხო წამოსული დავალებაა. ერთიანი დირექტივით იმართება და ეს არის უბრალოდ უბედურება, ევროპის ეს უბედურება და ეს მოდებული ლიბერალური ფაშიზმის ეს მეტასტაზები მაგიტოა საშინელი, რომ აი ესე გამოიხატება, ჩვენ თვალწინ ხდება ეს ყველაფერი და აი ამას თუ წინა რა უდგა თანამედროვე ადამიანი, ჩვენ აღმოჩნდით ის ქვეყანა, რომელზეც
რომელმაც აი ამ ყველაფერზე ხმა მოიგო, აღიმაღლა და ამიტომაც არ ეხატება გულზე დღევანდელ აი ამ ბრიუსელში მოკალათებულ ბიუროკრატიას ჩვენი ხელისუფლება და ამიტომაც არის ასეთი დაჟინებით მუდმივი დაბულინგება, ხო? ჩვენ რაზე გქონდა, რაზე ოცნებოდი და ამბროსი ხელაიას სიტყვები გამახსენდა, რომ რას ამბობს ეს ჩვენი უდიდესი პატრიარქი, ხო, რომ ერთი მცირე, მაგრამ ძლიერი ნებისყოფის ქვეყანა ვართ, რომელმაც შექმნა უდიდესი ქრისტიანული კულტურა და ასევე ევროპული ჰუმანიზმის დამკვიდრება შეუწყო ძალიან ხელი. ანუ ჩვენ ვიყავით თანაშემოქმედი ამ ყველაფრის, ხო და დღეს რა გამოდის, რომ ჩვენ ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედ ქვეყანას თავისუფალ სიტყვას გვიხშობენ და ხმის ამოღების საშუალება არ უნდა. ანუ არ უნდა ვილაპარაკოთ, ესე იგი აღარ არის ის ცივილიზაცია. ხო, აი თვითონეთ დასვეს კითხვის ნიშნები, იმიტომ რომ თუ ევროპული ცივილიზაცია უნდათ რომ გააგრძელოს არსებობა და ეს ეყრდნობოდეს თანასწორობას, ჰარმონიას, რა პრინციპებზეც იქნა აგებული თავის დროზე ევროკავშირის გაერთიანება და ზოგადად ევროპული ცივილიზაციის ფუნდამენტი რაც არის ქრისტიანული ღირებულებები, ამას თუ ძირს გამოაცლიან ყველაფერს, აღარ დარჩება, ხო, არაფერი. ეს არის თავისუფალი სიტყვის დონა, ბატონშალო, ეს არის საშინელი. შეკითხვა. თქვენ შეაკეთ ახლა საგარეო საქმეთა მინისტრი, მართლაც კარგი განცხადება იყო, თუმცა მაგალითად ზელენსკისთან საუბრები, ზელენსკიზე შეხვდა კიდეც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. ამ კაცს რომელსაც თავის ქვეყნის უბედურების ფონტანია, თავის ქვეყნისთვის უბედურების, სისხლიანი უბედურების ფონტანია და ამ ადამიანს ყავს დასაქცირებული ყველა, მათ შორის ბატონი ბიძინა, ჩვენი პრემიერი, ყველა ყავს დასაქცირებული, ხო, მათ შორის ისეთი ხალხიც, რომელიც საერთოდ გაუგებარია რატო დაასაქცირეს. ამ ადამიანს და მის ქვეყანას შეფარებული ყავს და რამს თუ შეფარებული ყავს, სამუშაო მისცა სისხლის მსმელ ჯალათს ადეიშულს და ლორდ კიფანიძეს, იცით ლორდ კიფანიძე ვინც არის, ხო? რატო უნდა დაველაპარაკოთ, სანამ ეს ყველაფერი არ მოგვარდება, სანამ არ მოიხსნება სანქციები, სანამ არ გადმოგვეცემა სისხლის სამართლის დამნაშავეები. რატო უნდა დაველაპარაკოთ საერთოდ? დიახ, ქალბატონი ვიცე-პრემიერის შეხვედრა ეს არის დადასტურება ჩვენი მეგობრობის და მხარდაჭერის უკრაინელი ხალხისადმი. აქ არაფერ შუაში არ არის უკრაინის ხელისუფლებისთვის რაღაცა მხარდაჭერის აღმოჩენა. ჩვენ თავის დროზე მათ მხარდაჭერას აღმოუჩინეთ, მაგრამ ძალიან დიდი უმადურობა გამოიჩინეს, ოდესაც ღია ეთერებით მოუწოდებდნენ და რუსთაველზე შეკრებილ აი ამ რადიკალ ექსტრემისტებს პირდაპირ გადატრიალებისკენ მოუწოდებდნენ და ომში ჩათრევისკენ გვიბიძგებდნენ და მერე უარყვეს, არაფერი არ გვითქვამსო და მათი მაღალ ჩინოსნები პირდაპირ ღიად გამოდიოდნენ და მთელი ციკლი იყო, ასე ვთქვათ, ამ გამოსვლების, ხო და ქალბატონი ვიცე-პრემიერის განცხადება, მე ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება, რომ ჩვენ ვრჩებით, როგორც მეგობარი ხალხი და მეგობრობის გამგრძელებელი უკრაინელი ხალხისადმი, ბუნებრივია მას ჩვენ ვადასტურებთ, მაგრამ ჩვენ მათგან გვინდა გარკვეული პასუხები მოვისმინოთ. ქმედება გვინდა, პასუხები. ჯერ პასუხების მოსმენა გვინდა, რატო ელჩის გაწვევიდან დაწყებული, დამთავრებული განცხადებებით, სანქციებით პასუხები უნდა მოვისმინოთ ამაზე, იმიტომ რომ გვინდა ორმხრივი ჩვენ აი ამ ცალმხრივ ურთიერთობაში, ამიტომ ამ კუთხით, იმიტომ ვაგზელებთ, რომ ჩვენ უნდა დავანახოთ ზუსტად უკრაინელ ხალხს, ქართულ ხალხს ისინი არასოდეს არ მიუტოვებია. ყველაზე მძიმე პერიოდში, როდესაც უკრაინელი ხალხი იყო მართლა აპოკალიფტურ სიტუაციაში, ჩვენ უამრავ ადამიანს შემოვიფარეთ. მოსწავლეები, სტუდენტები, შეუქმნით შესაფერისი გარემო, გაუგზავნეთ ჰუმანიტარული დახმარება, უამრავ რეგულაციას მიუერთდა საქართველოს, რომელიც უკრაინელ ხალხს მხარს უჭერდა. აი ამ პატარა ქვეყანას სხვა რა უნდა გაეკეთებინა. სხვა რა შესაძლებლობები ჰქონდა ჩვენ, ესე იგი. ანუ პირდაპირ თუ მათ ესე იგი მოწოდებებს ავყებოდით ჩვენ ხელისუფლებაში მოკალათებულ აი ამ ფსევდოპოლიტიკოსებს გულისხმობ უკრაინის ხელისუფლებაში მყოფ ფსევდოპოლიტიკოსებს, იმიტომ რომ ნამდვილი პოლიტიკოსი აქამდე არ მიიყვანს თავის ქვეყანას და ფსევდოპოლიტიკოსები არიან, ჩემი აზრი ეს, რა თქმა უნდა, და უნდა ავყოლოდით და ჩვენ უნდა ესე იგი და გაგვეხსნა მეორე ფრონტი და უნდა დაწყებულიყო საქართველოში საშინელი ამბები და რაღაცა მოხდარიყო ამ ფრონტის ხაზის, ასე ვთქვათ, გადმოტანა ჩვენს. ხო, ამიტომაც მათ უნდა გაცენა კითხვებზე პასუხი, რა კითხვებიც გაგვაჩნია ჩვენ მათ მიმართ, ეს გარდაუვალი ამბავია. ძალიან საინტერესო ინფორმაცია, უბრალოდ სარაღობო ხასიათის. ამერიკის დელეგაციამ საკუთარ თვითმფრინავში ასვლის წინ, რაც ჩინეთში აჩუქეს, ის ყველაფერი, კალმები, ბლოკნოტები, რაღაც სუვერენები ერთ დიდ ყუთში ჩაყარა და ის სხვა ბორტით გაემგზავრება, შეიძლება ზღვით, კონტეინერით. რაც ჩინეთში იყო და ჩინეთისაო, ბორძი არ მოხვდებაო,
თქვენს ძვირფასმა არ დაიშვება ბორტზე. აი ესეთი უბრალოდ სტუმართ მოყვარეობას როგორ უპასუხეს ეს გასაგებიც არის. საინტერესოა რა მოხდება სხვათა შორის აი ორი ქვეყანა რომელიც არაფერ ერთმანეთს არ ენდობა რომელსაც აქვს გააფთრებული წინააღმდეგობა რა კარგად საუბრობდნენ პრეზიდენტები. ეხლა ნახოთ საქმეში როგორ იქნება ეს. ბატონ შალვა, სამყარო არის ძალიან სწრაფად ცვალებადი. სოფლიო გეოპოლიტიკა და ეს წესრიგი ძალიან სწრაფად ცვალებადია და ჩვენი ვალდებულება, ჩვენი ხელისუფლების, ეროვნული ხელისუფლების რომ ძალიან ფრთხილად მივადევნოთ თვალყური არსებულ მოვლენებს, სიტუაციებს და ჩვენი ქვეყანა ვატაროთ სწორი გზით ეროვნული უსაფრთხოების დაცვით და იმ турბულენტური სიტუაციების გათვალისწინებით, რომ არ დაზარალდეს ჩვენი ხალხი და სამშვიდობოს გავიყვანოთ. ეხლა ძალიან კარგად ვიქცევით, როდესაც ჩვენ ვცდილობთ ბალანსის დაჭერას და რომელიმე მხარის მიკერძოებულ თანაშემწე დამხმარედ არ ვიქეცით, ეს უდიდესი მიღწევაა ეს პირადად ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების აი ამ სცილასა და ქარიბდას შორის ესე გავლა დღემდე რამდენი წელია რაც ომი მიდის? 3 ხო? შემთხვევით არ ვახსენებთ ხოლმე ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი ჩვენს უახლეს ისტორიაში. თუ ხა გამონათქვამია რომ ადამიანს თუ არ უნდაო და დანახვა რიყეზე ჩავლილი ქვას არ დაინახავს. რა თქმა უნდა. თუ ადამიანს დანახვა უნდა დაინახავს რომ ჩვენს უახლეს ისტორიაში ასეთი ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი და რის ფასად, რის ხარჯზე ძალიან დიდი სიმტკიცის, გამბედაობის, სიმამაცის საკუთარი სიბრძნის თავისთავად ცხადია და აი ამ საკუთარ კეთილდღეობაზე უარის თქმის ხარჯზე, როდესაც ხედავ რა ხდება გარშემო, როგორი ცეცხლის რკალია და რა ბედი ეწია ბევრი ქვეყნის ლიდერს პირდაპირ ტერორზე იყვნენ გადასულები და ამით არავინ არ იყო დაზღვეული ცხადია, მაგრამ ჩვენი ხალხის სიყვარული, ჩვენი ხალხის აი ამ ეროვნულ უსაფრთხოებაზე ზრუნვით და მომავალზე სწორებით ვფიქრობ რომ ძალიან მართებული და ღირსეული ნაბიჯები გადადგა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც აი ესეთი ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი აჩუქა საქართველოს და ეს პერიოდი გაგრძელდება ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი გუნდის ერთ სულ და ერთ ხორცს ყოფნით. კი ბატონო, 17 მაისი კიდევ ერთხელ ხაზს გავსვალ. იქნება კიდევ ერთი ნათელი დასტური, დაითვალონ თავები, დაითვალონ ქართველების თავები, ასე თქვა, რომელიც იქ მივა და სინამდვილეში რაოდენობა, რა თქმა უნდა, მოახდენს დაბესტილებას ყველა ევროპულ თუ სხვა დედაქალაქზე. ისინი ნათლად მიხვდებიან, ვისკენ არის ხალხი. ეს ამაში ვარ დარწმუნებული. კიდევ ერთხელ ვაღოთ. ხო, აიცით მაგ თემას პატარა მცირე, ასე თქვა, გამოხმაურებას კიდევ გავაკეთებ. ძალიან. როდესაც ინიშნება ქვეყანაში ელჩი და უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, მას ერთგვარი ვალდებულებაც აქვს, რომ შეისწავლოს იმ ქვეყნის ისტორია, იმ ქვეყნის ადათ-წესები, ტრადიციები, ვალდებულებაა, რა თქმა უნდა. ვალდებულებაა, რომ იმ ადამიანების საზოგადოებას, იმ საზოგადოების განვითარების გზებს და პერიპეტიებს იცნობდა, ხო? ეხლა ჩვენთვის ოჯახი და ოჯახური ფასეულობები დღეს ხო არ შექმნილა. ამაზე არის აგებული მთელი ჩვენი ისტორია. რა თქმა უნდა. ამაზე არის აგებული მთელი ჩვენი ეთნოფსიქოლოგია, კულტურა. შესაბამისად, მისმა უწმინდესობამ რომ ეს დღე დააწესა, ეს ყველაფერი არის ხალხის დაკვეთაც, ხო? ჩვენი ხალხის იძულებით, რომელი დღესასწაული მიუღია ქართველ ხალხს, რომელი დღეს გამოსულა, სახალხო ზეიმად რომელი დღე გადაქცეულა, რაღაცა იძულები. ეს არის ჩვენი დაკვეთა, რომელიც მისმა უწმინდესობამ გადააქცია ოჯახური სიწმინდის დღედ გამოაცხადა და მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა თავის პოზიციას დააფიქსიროს, იმიტომ რომ ვიმეორებ, ეს არის არა მხოლოდ ოჯახური სიწმინდის გაფრთხილების და იმ მავნე და იმ რაღაცა უკუღმართობებზე უარის თქმის დღე, არამედ ეროვნული იდენტობის დაცვისა და გადარჩენის დღე. თქვენ გახსოვთ და იცით ალბათ, თუ არ იცით გეტყვით, რომ 17 მაისი რატო იქნა შერჩეული, ეს არის მსოფლიო LGBT საზოგადოების დღესასწაულის დღე, პრაიდის დღე. და თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, მეგობრებო, როგორ ნებათა ხელობას იწვევდა ეს დღე წლების განმავლობაში იწვევდა საქართველოში, ქართველების წიაღში, ჩვენ ხალხში. იყო რაღაც შეხლა შემოხლები, ხალხი ღიზიანდებოდა, რაღაც გამოფენები ეწყობოდა, რაღაც გარკვეული ჯგუფური შეკრებები ეწყობოდა, რომელიც არ მოსწონდა ქართულ ხალხს. და მოხდა ისე, რომ აბა როდის ნახეთ ბოლოს ეს აღელვებანი, როდის ნახეთ ეს, ვთქვათ, ცოტა
უხერხული მდგომარეობა, როდესაც ძალიან ბევრი ქართველი აპროტესტებს იმასაც ხდება, თუნდაც ლისის ტბაზე, თუნდაც სხვაგან. გაქრა ეს ამბავი. წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ბუნებასთან ეს ამბავი და მაგიტო იყო. გაქრა ეს სხვაგან. ჩვენ არავის უფლებები არ შეგვიზღუდავს, კაცო. გავიხსენოთ სხვადასხვა ელჩები, რომლებიც იქ მიდიოდნენ ხარდასაჭერად. გავიხსენოთ ეს. ხო და ეგ ვახსენე მე ბატონ შალვა, რომ წარმოიდგინო იმ ელჩებს, რომლებიც საქართველოში ბრძანდებიან და საქართველოს ისტორიაზე თვალიც არ აქვს გადავლებული. აი მაგალითად ხო შეიძლებოდა რომ გერმანიის ელჩი რომელიც მუდმივად ეხლა მე მგონი უკვე უმთავრდება ვადა და მუდმივად ჩვენს წინააღმდეგ აი ამ ბულინგით იყო დაკავებული მუდმივად აგრესიით გამოირჩეოდა ერთხელ შესულიყო და დიდუბის პანთეონში არტურ ლაისტის საფლავი მოენახულებინა მისი საქართველოს გული წაეკითხა და გაცნობოდა საერთოდ ევროპელი მოგზაურების ჩანაწერებს საქართველოზე რას წერდნენ ისინი ვინ იყვნენ და როგორ ყავდათ მათ ქართველი ხალხი დანახულება იმ გერმანელი კოლონისტებისთვის რომელიც 200 წლის წინ აქ ჩამოვიდნენ და მევენახეობა და თავისი კულტურა აქ ჩამოიტანეს ეს ძალიან ცნობილი ამბავია კაცო უამრავი გერმანელი მოგზაურის წიგნი არსებობს ეს იყო რაინექსი მორიც ვაგნერი გიულდენშტეტი ჰაქსთაუზენი, რომლებიც საქართველოზე უამრავ ინფორმაციას აგროვებდნენ და ქართული ხალხის აი ამ უმდიდრეს ტრადიციებზე წერდნენ და ნუ თუ ამ კაც წიგნი არაა გადაშლილი და მეორე ერთზე აღარ ლაპარაკობ ეს ბატონი ჰერჩინსკი როა და თავი რომ მოაქვს იქ ევროკავშირის წარმომადგენლად გრიგოლ ფერაძე რომელი ქვეყნიდან იშვა და რომელი ქვეყნის წიაღიდან და რომელი ტრადიციებიდან ამოიზარდა ამ კაცის წმინდანობა ხო არ ავიწყდება ვარშავის სასულიერო სასწავლებლის წინამძღოლი იყო ეს კაცი და პოლონურ წრეებში როგორ აღიარებდნენ და ქართველი ემიგრანტი ოფიცრების და პოლონელი ოფიცრების ძმობა უნდა გავიხსენოთ კიდე და წარმოიდგინეთ და ბოლო პერიოდში ახლა ჩვენ ძალიან კარგად მოგვეხსენება როგორი დამოკიდებულება არსებობდა ქართველი რას თქვენ მზანი ქართველი ოფიცრებისა აქედან წასული ჯონმახას შალიკაშვილის ოჯახი მაგალითად ასევე იყვნენ იქ და იქ მოღვაწეობდნენ და იქ იღწოდნენ ამ სამხედრო სფეროში. და მე ყველა მიცის. პილსუდსკის ბოლო წუთებში ქართველი ოფიცრები უდგნენ გვერდში და ქართველების გვერდზე გაატარა მან თავისი ბოლო დღეები. მარშალმა პილსუდსკიმ ყველაფერს თავი დავანებოდა. აი ამ წლის ხო ვერ დაუკარგავენ ქართველ ხალხს და დღეს ახლა ესე იგი თითქოს ჩვენ არაფერი არ შეგვიქმნია. არანაირი წვლილი არ შეგვიტანია აი ამ ევროპულ ცივილიზაციაში, ევროპულ უსაფრთხოებაში. არა და ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორებიც კი ვიყავით აი ამ ევროპული უსაფრთხოებისა და ამ ცივილიზაციისა და ეს ყველაფერი თითქოს დავიწყებას მისცეს და სამარცხვინოდ ქართულ ტელევიზიებს აკრედიტაციას უზღუდავენ და ოპერირებას უკრძალავენ ეს ხო აი ამას დიდი სამარცხვინო ფაქტი რა უნდა არსებობდეს ხო კი ბატონო მე კიდე ერთხელ დამეჩნევით მეორე მოგიწოდებთ რომ ისეც იცით რომ ეს უნდა გააკეთოთ 17-ში ოჯახის დღეს გარეთ გავიდეთ და რაოდენობით გავაკვიროთ თუნდაც ისიც ავიღოთ ხა წასული ამბავია და შეიძლება ბევრი ლაპარაკის უფლება მე ცოდულ ადამიანს არ მაქვს ამაზე მაგრამ რა დააპირეს და რისი მოწყობა სურდათ ჩვენი პატრიარქის არჩევაზე აი ეს რა იყო ეს იყო აი ბოლოს ვერ შეიკავეს უბრალოდ თავი ორი უმაღლესი რანგის ერარქი გამოვიდა და დაიწყო როგორი შპიონური ესე თქვა სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება ისეთ ნარატივის გადმოცემა რომ ყველაფერი ნათელი გახდა რა ქართული ეკლესია იმთავითვე მოექცა მათი სამიზნე იმთავითვე გახდა და რა ამბები დააღწიეს ჩვენს ეკლესიას და ახლა განსაკუთრებით პატრიარქის გამორჩევის პროცესშიც ხელების ფათური და პროპაგანდა ბინძური პროპაგანდა მიდიოდა მაგრამ მადლობა ღმერთს რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა და წმინდა სინოდმა გამოარჩია ღირსეული ადამიანი მისი უწმიდესობის მიერ თავის დროზე მოსაყდრეთ ხელდასხმული და მართლა ძალიან ძვირფასი ადამიანი ნათელია რომ ესე პირდაპირ საკრალურადაც ეგრე არის რასაც ჩვენ უყურებთ მათი ყველა მცდელობა რა თქმა უნდა ჯერ პირველ რიგში ღვთისნებას აწყდება მერე გონიერ ხელისუფლებას და რაც ყველაზე მთავარია გონიერ ხალხს ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი და ეს კარგია მარცხი დაუგროვდათ რა რომ სადაც არ ედებია, სადაც არ ცდილობენ ამის გაკეთებას, იქ აბსოლუტური კრახია ყველგან. აი ბოლოს იქამდე მივიდა რომ ქუჩაში რომ დადიან აგინებენ უბრალოდ. გაკოტრებული ძალა ბატონ შალვა. გაკოტრებული აბსოლუტურად ძალა გამოცლილი, დაცლილი ძალა, იმიტომ რომ მოაბეზრეს მე თქვი კიდევაც ერთ-ერთ გადაცემაში რომ ბიზნესად გადააქციეს სამშობლოს ღალატი. ბიზნესად გადაქცეული და ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მაგრად უღალატებს ვინ უფრო რაღაც ახალ სისულელეს გააკეთებს, ვინ უფრო მეტად მოაწონებს და
თავს იმ თავიანთ დამფინანსებელ პატრონებს, იმიტომ რომ თავის დროზე ისინიც გამჭვირვალობის კანონის მიღებამდეც ერთად იყვნენ ესენი ამ სქემებში ჩართული, ამ ფულიშოვნის სქემებში და უნებრივია ყველაფერი ქართული ხალხის ხარჯზე ხდებოდა და აი ამ ყველაფერმა გამოაშკარავა ეს ყველაფერი. ერთხელ სამუდამოდ დაუსვა წერტილი ამ აგენტურის ბოგინს და ესეც იქნება, იმიტომ რომ ვერასოდეს ვერ მოbrunდებიან ესენი აგენტურის ადგილი საქართველოს ხელისუფლებაში აღარასოდეს აღარ იქნება. და ბოლო კითხვა 26 მაისის ამბავი, ჩვენი დღესასწაულის ამბავი, რაღაცას აპირებენ. საღამოს შევიკრიბოთო. ოღონდ ნახევრად ცოტა შეშინებული მოწოდებებია, რომ არ ამბობენ პირდაპირ, რაც 4 ოქტომბერს დაემართა, თუ დღეს ვიწყებთ, იმ დღეს ვამთავრებთ, მაგრამ ალაგ-ალაგ რაღაც კუმფეხი გამოხო ჩანს. რა კომენტარზე გაკეთებთ? ხო, თან ეს 26 მაისი რომ გამოკვეთეს ყველაზე თარიღს. ნუ ესეთი სამარცხვინო როგორ შეიძლება რომ 26 მაისს რაც მათ ჩაიდინეს რომ ჯერ სისხლით მურწყეს და შემდეგ ზეიმი გამართეს და როკვა გამართეს იმ მოედანზე და რაღაცა ეროვნული თარიღებით სპეკულირებენ. ანტიეროვნული ძალა სპეკულირებს ეროვნული თარიღებით. 26 მაისი ჩვენი ერთიანობის დღეა და ბუნებრივია რაც აქამდე მიიღეს მათ, რომ რამდენიმე ათეული დასარტყამ ინსტრუმენტებზე ხელგაწაფული ეს ბრბო დადის კუჩა-კუჩა, კორპუს და ესე ყიჟინე გაუდით და შეწუხებული ყავდათ ქართული ხალხი და ყუდურებას ურღებდნენ, იგივე შეიძლება ის რამდენიმე ათეული ადამიანიც არ გამოვიდეს, იმიტომ რომ ხალხმა დაინახა კარგად, სად მიაქანებდა ეს ძალა ჩვენს ქვეყანას, რას გადაურჩა საქართველოს, ეს დაინახა ჩვენმა ხალხმა. და ვინ გადაარჩინა ამ უბედურებას საქართველოს. ძალიან კაფე. აი ეს დაინახა. თავარი ეს არის. ძალიან კარგი, ბატონო გიორგი, წარმატებას გისურვებთ. ბატონი გიორგი სოციაშვილი იყო ჩვენი განაცემის სტუმარი. ბატონი ზაზა, აბა გვაშტო გამოიცნობთ. ის გვიახლება და საინტერესო რაღაცებს ვილაპარაკებთ ჩინეთზე, რუსეთზე და გლობალურ პოლიტიკაზე. დროებით. ბატონი ზაზა შატილშვილი ჩვენი ინცემის სტუმარი. ზაზა მე უყურე შეიყვანა თავის ბაღში სიმ დონალდი და დონალდმა იკითხა ძალიან უცნაური, თუმცა მისი ხასიათიდან გამომდინარე არც ისე უცნაური კითხვა, აი როცა ძალიან ახალგაზრდობაში გოგონა აკყავდა სახლში, ხო ხარ ეგ მდგომარეობაში ნამყოფი, ძალიან პატარა რო ცოლი რო არ ყავდა, არც ვერ არ ყავდა ცოლები და გასაგებია კინო უნდა გვეყურებინა ერთად ბერტოლუჩის რაიმე ფილმი ხო და გოგონა რო იკითხავს აქ ხშირად ამოყავს ვიღაცები ანუ არა რა თქმა უნდა შენ პირველი ხარ და ესე პასუხობ ხო მისთვის მნიშვნელოვანია რა რომ აი ეს რა ხდება ეს ვიღაცა კი არა ხარ რომელიც მეათეჯერ ვიღაცა ამოყავს მეათენაირი აი ერთადერთი და განმეორებული და იკითხა სხვა შორის რომ აქო სხვა დიპლომატები იცი ეს ამბავი არა ძალიან მაგარი აქო სხვა პრემიერ-მინისტრები ვისები მოდიანო და ძალიან იშვიათათო ძალიან იშვიათათო და ზა ბიუტიფულ აი პუტინი მაგალითად თუ აქ იყო ოკეი ბიუტიფულ ეგრევე პუტინი იყო ხო აი სი არის კარგია და საინტერესო ადამიანი საინტერესო კარგი იქ ყველაფერი იქით იყოს მაგრამ ხო რას ნიშნავს რა ვიზიტი იყო რა მოხდა არა ნუ ჯერ მოდი ესე ვთქვა არაფერი არ ვიცით დეგონი არაფერი არ ვიცით ნუ ჯერჯერობით ინფორმაცია არ აგვაქვს შეგვიძლია მხოლოდ ვიმკითხავთ ვერაფერს ვერ ვიტყვით ამ ეტაპზე ნუ ეს დროთა განმავლობაში გამოჩნდება რა თქმა უნდა არა შეიძლება ისეც მოხდეს რომ არ გამოჩნდეს ანკორიჯის სულისკვეთება ძალიან ამბავი ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს ანკორიჯის სულისკვეთება ხო და ანუ ბევრი ვერაფერი გავიგეთ ხო ანკორიჯის არა გავიგეთო დაპირდა რაღაცებს და შემდეგ გადააგდო რა პუტინი ხო პუტინი გადააგდო როგორც ევროპამ გადააგდო კი ბატონო ევროპას არ გამოვიდა ხო მაგრამ აი მაგალითად ერმაკის დატყვევება რამის ნიშანი აქ არის მეორე ესეთი ახსნაც ეს კონსპიროლოგია არ არის ოღონდ ახსნა ესეთია რომ ამას აკეთებს პოროშენკო რატო პოროშენკო იმიტომ რომ არის სანქციების ქვეშ ვინ რას აკეთებს
აი ეს ყველაფერი როგორ რა ყველაფერი რას მოხდა როდის პოროშენკოს არ აქვს ამდენი ძალა ნუ არის ეგეთი მოსაზრება რომ ყველა შეერთდა ზელენსკის წინააღმდეგ ერმაკის წინააღმდეგ ერმაკის ანუ ზელენსკის თუ არა იცი რა ზელენსკი ხო მაგრამ არა ამ ესე იგი ახსნის თანახმად ზელენსკი რჩება როგორც ეგრეთ წოდებული საქორწინო გენერალი და იცვლება ერმაკი იმიტომ რომ ლაპარაკია 90 მილიარდზე ფულზე აი დანარჩენი ყველა გაერთიანდა ნუ არახამია ბუდანოვი უმეროვი პოროშენკო ტელის ოღონდ ესეც ის არის მოსაზრება ამერიკელები როგორ მონაწილეობენ იმიტომ ამერიკელების ნებართვის გარეშე ეგენი ერმაკს ვერ დაიჭირა ის რომ ტაკერს ჩაწერილი ქონდა უფრო ადრე ეს გამოჩნდა რატო ახლა საიდან გამოჩნდა და ამას ბერმე შენიშნა თებერვალში გაიყინა ცნობილი ოპერატორი და ამ ფაქტს ახსენებს ეს გაიყინა რას ნიშნავს აი სეცივები რო იყოს თავის სახში მოკვდა კაცი გაიყინა და მოკვდა გვარდამავიდა ახლა ცნობილი უკრაინელი ოპერატორი და აი ამ ფაქტს ახსენებს მენდელი და აქედან გამომდინარე ეს არის ჩაწერილი ან თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში ეს დაგერთან საუბარი კი ბატონო და როგორც კონსერვებით გამოაგდეს მოკლედ ტაკერი იზავდა ამას იმიტომ ტაკერისთვის თავარი რეიტინგია და მეორე მოსაზრება არის ესეთი რომ ნუ ამას აკეთებს ტრამპი ცოტა გაუგება ნებართვის გარეშე ნაბუ გადადგავდა ამ ნაბიჯს ანუ ნაბუ ხო ამერიკელების ორგანიზაცია არემორჩილება არავის უკრაინაში ხო ეს არის ამერიკელების ორგანიზაცია მათ შორის არც ევროპაში არც ევროპას არემორჩილება ხო პრინციპში ხო აი ესეთი მომენტია მოკლედ ერთი მოსაზრების თანახმად ამას ტრამპი აკეთებს მეორე მხრივ არის რომ აი ეს ხო ანუ ზელენსკის საქმე ცუდად არის იმიტომ რომ ტრამპს არ აწყობს ეს ომი ამ ომის გაგრძელება არანაირად აღარ აწყობს ანუ თავი რა არის ჩანაწერებში უკვე ისმის ვინმე ვოვა ხო ხო და რომელიც მე კონკრეტულად ზელენსკი გახდება ძალიან ბევრი ამბობს რომ არა რა თქმა უნდა ეს არ არის ზელენსკი ეს არის პუტინი ხო პუტინი ხო უკვე იმდენად ახლოს არის ყველაფერი მასთან ნუ რომ ახლოსაც არ ქვია ნუ ყველა მისი გუნდის წევრია ყველა მისი ახლობელია ყველა გასვლია 95 კვარტლიდან არის ყველა ასე რომ მოკლედ გავიგე შესაბამისად მოდი ესეთი რასკლადი რომ დავდოთ ჩვენ რომ თუნდაც შეუძლებელია აი ამ პირობებში რა შეიძლება უნდოდეს ტრამპს სისგან სის რა უნდა ტრამპისგან გასაგებია იქ ირანის ნუ რამდენიმე ეგრე უნდა ასევე რომ კაპიტალი არ გავიდეს ამერიკული კაპიტალი არ გავიდეს ჩინეთიდან ესეც უნდა და ბაზარი არ დახუროს ამერიკამ ჩინური ბიზნესისათვის ესეც უნდა ჩინური ეკონომიკისთვის ტრამპს უნდა მე ესე მგონია მე შეიძლება ახლა ნაცარს ვიქექები მაგრამ მაინც ტრამპს უნდა რომ მისცეს საშუალება სუბუქი მეტალებით ივაჭროს ეს მოლაპარაკება უნდა ტექნოლოგიის განვითარების საქმეში იმიტომ რომ ეს პირატული სუბუქი კი არა ეს იშვიათი მეტალები ხო ლითიუმი და ასე სუბუქ მეტალებს უძახიან იმაში მენდელევის სისტემის მიხედვით იმ წრიფშია რომ სუბუქია მათი ვალენტობა ესეთია კი ბატონო და კიდე უნდა რომ მოგვარდეს ტაივანთან დაკავშირებით რა რომ იქ რაღაცნაირად ისე მოგვარდეს რომ ეკონომიკას არც ამერიკის პრეზიდენტის ზარალი არ მიადგეს ხო არ უნდა რომ რუსეთი და ჩინეთი გაერთიანდეს საბოლოოდ ხო არ უნდა არ სურს ეგ და ირანის დილემასაც როგორ დაამთავრებს ახლა ესეც ანუ თუ ნებისმიერ შემთხვევაში სახმელეთო ოპერაცია თუ არ ჩაატარა და რეჟიმ ჩენჯი თუ არ გააკეთა ძალიან არასახარბიელო შუქში ჩანს ტრამპი რუსეთს რა უნდა ესეც გასაგებია რუსეთს უნდა რომ გაითვალისწინონ ის როგორც მოთამაშე 18% უნდა სულ რაღაც დონბასიდან ანუ იქით წასვლას არაპირებს და გამოსცადა ახლა ძალიან დიდი რაკეტა სარმატი რომელიც ნუ შეხედა უკვე გეშინია რა რუსების არგუმენტები ეს არის ყოველთვის საბოლოო ჯამში 35000 კილომეტრი მიფრინავს ხო
დედამიწის დიამეტრი არის 40,000. და შეუძლია მანევრირება. ანუ შეუძლია მანევრირება. გაისროლოს იაპონიის მიმართულებით და სიტუაცია შეიძლება ჩავარდეს. არა, სულ ერთია და ავანგარდი არის ესეთი ზედ მაგრდება და 12ჯერ ხმის სიჩქარეზე მეტი, გერის სიჩქარეზე მეტი სიჩქარეს არ ვითარებს 20ჯერ მეც მე მგონი. საშტელი ციფრებია რა და. ნუ ის გასაგებია რუსეთი ახლა როგორ მოქმედებს რა არგუმენტები აქვს. ის союзников у нас только армия и флот. გასაგებია. უპასუხა ყველაფერს ნაშატვეთ ჩემბერლენს. უპასუხა უდიდეს საზარელ მაგრამ რო უყურებ შეიძლება შეგეშინდეს რაკეტის გამოსდით. აი ამ რასლალში შენ გაგვარკვია ბა. გიშველე კორკოთხლის გაგვაკეთე ძამაგარი. ეს ვიდეო გასაგებია. ნუ რეალურად მართლა ყველა ბევრი ექსპერტი ახლა ვისაც მე ვკითხულობ დავუშვათ როგორც ევროპელი ისე ამერიკელი აღნიშნავს იმას რომ რაღაცნაირად იწყება პროცესი რომელსაც შეიძლება დავარქვათ ახალი თეირანი, იალტა, პოტსდამი. ოღონდ რადგანაც ეს მაინც არ არის მეორე მსოფლიო ომი და სხვა ტიპის არის ხო? ხდება რაღაც ყوار არის შემთხვევითი ახლა ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ რომ ტრამპის ჩასვლა შემდეგ პუტინის ჩასვლა გასაგებია რომ ხო აი რა უკვე დღეს ჩინურმა პრესამ დაწერა როდის ჩადის უკვე ყველაფერი გარკვეულია და არის შედგენილი მისი ვთქვათ გრაფიკი ხო დღეს დაწერეს ჩინელებმა ჯერ რუსებს არ დაუწერეთ მაგრამ ნუ რადგან ჩინურმა პრესამ დაწერა ეს უკვე ოფიციალურია ასე რომ ესეთი ახლო ვიზიტები და ეს სამი ადამიანი პრინციპში ჩვენ რამდენი ხანია ვლაპარაკობთ ეს სამი ადამიანი არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ადამიანი ხო შეგვიძლია რაღაცნაირად უწოდოთ მათ ზევსი, პოსეიდონი და ჰადესი რომელი ახლა ეს არ გვინდა დაზუსტება რუსეთს აქვს რაკეტები და ძალიან ბევრი სასარგებლო წიაღისეული ჩინეთს აქვს ეკონომიკა უდიდესი და პროფესიონალური შრომის რესურსი, ტექნოლოგიური შრომის რესურსი, მათ სამხედრო ძალებზე ჩვენ არ ვარ. გვაქვს გარკვეული. არა, არ ომია და არა, მეორე მომენტი რა არის, იცი რომ საერთოდ ჩინური კულტურა არ არის ომის კულტურა. არ არის ომის კულტურა. კი ბატონო. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დიდი არმია ყავს. სუნძი ჩინელი იყო. კი ბატონო. მაგრამ ისიც გახდა რომ ომამდე ომი უნდა მოიგო. ამერიკის შეერთებული შტატები არის ტექნოლოგიური გიგანტი, არის სოფლიო ეკონომიკური გიგანტი, ასევე პაკეტის ფლობელი, სამოქალაქო საბჭო ეკონომიკის ყველაზე დიდი ბიუჯეტი, ყველაზე დიდი სამხედრო ბიუჯეტი. კი ბატონო, დოლარი არის ყველგან, ანუ მისი ფული არის სოფლიოს ფული, დომინირებს აქ. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ დავუშვათ ახლა რუსეთმა გაუჭირდა ევროპაში და ირანში. თუ კი რუსეთი მაინც არის სამხედრო ძალასთან გაიგივებული ჩინეთის ეკონომიკასთან, ამერიკა არის უნივერსალური მოთამაშე. ხო, თუმცა უჭირს რამოდენიმე ფრონტზე ერთდროულად ეს უჭირს. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი სერიოზული საკითხი რა თქმა უნდა არის ირანი. სადაც ორივე მხარე, ანუ ჩინეთიც და რუსეთიც არის დაინტერესებული. აი უნდა დავაკვირდეთ რა მოხდება 1-2 თვის განმავლობაში. გაძლევს თუ არა ამერიკა. ეს ომი გადავა თქვათ ასე ეს მინავლებულ ფაზაში ამერიკა ირანის. ამერიკა ირანის ხო? აი ისრაელიც უნდა ჩავთვალოთ, იმიტომ რომ ისრაელი არ დაუშვა. ისრაელი არის მხარე ასევე. ცალკე მხარეა. ხო. ესე მგონია. ცალკე მხარეა, ხშირად არის აქ არის ორი კონსპიროლოგიური თეორია. ერთი კუდი რომელიც აღსაქმნებს, რომ აი ისრაელი არის მეორე, რომ პირიქით ისრაელი არის განტევების სიტუაცია, რომელსაც იყენებს ამერიკა. ნუ მე ხარ ვერაფერი ვერ გავიგეთ ჩვენ. ვერაფერი ვერ გავიგეთ საერთოდ. ეს ანუ თავი მოგვაქვს. რაღაცა ვიცი და ახლა ამას ლაპარაკობ. ან ასე იქნება, ან ისე თეთრი ცხვარი დაკალით, შავი ცხვარი დაკალით. არა, ვერაფერი ვერ გავიგეთ. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ პირველ რიგში რაც არის დავკარგეთ ნარატივი დავკარგეთ არა მარტო ჩვენაც ჩვენ გულისხმობ კაცობრიობას აქამდე იყო ლიბერალური ნარატივი იდეოლოგია ნარატივი ამის მეშვეობით ჩვენ ხსნიდით მოვლენებს ხო
ყველა ალტერნატიული ნარატივი ითვლებოდა კონსპიროლოგიურად და იყო მარგინალიზებული. ეხლა გამოვიდა კონსპიროლოგია და ეხლა ყველაფერი პირიქით ხდება, ან არსებობს უამრავი კონსპიროლოგიური ნარატივი და უბრალოდ ეხლა შეგვიძლია კონსპიროლოგია აღარც ვეხმაროთ, იმიტომ რომ პრაქტიკულად მე ამას დავარქვით უბრალოდ სიღრმისეული ნარატივი, როცა აი რაღაცა ფიგურის უკან დგას მეორე ფიგურა, როგორც იყო ყოველთვის. არა, უბრალოდ ტრამპის ხო ესე მუშაობს. ბოლო 85 წლის განმავლობაში აი ეს დაიბლოკა ესეთი ტიპის ახსნები და მაგრამ ამავე დროს არ მარტო ეს ნარატივი დაინგრა ლიბერალური, არამედ მომავალი გახდა აბსოლუტურად ბუნდოვანი. აი მას შესაძლოა. არავის აი აქვს თუ არა მაგალითად აი 1992 წელს იყო ესეთი მოდელი, რომ ლიბერალურმა დემოკრატიამ გაიმარჯვა და დადგა სამყაროს აღსასრული არა. ისტორიის დასასრული, ანუ მე-7 დღე, ან მე-8 დღე. ხო? ხო, გავიდა რაღაცა 9 წელი. არა, ჯერ რა თქმა უნდა ძალიან შეარყია ეს ყველაფერი იუგოსლავიის ომმა, სერბეთის ომმა. მე 2001 წელი 9/11 და ნუ სირიის ომიდან მოყოლებული და უკრაინის ომი, რომელიც ესე იგი კონფლიქტი დასავლურ ევროპასა და რუსეთს შორის, რომელიც გრძელდება 500 წელიწადი, ისევ თავიდან დაიბადა ეს კონფლიქტი, ხო? და სულ ყოველთვის ხდება ან უკრაინასთან, ან პოლონეთთან დაკავშირებით. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვილაპარაკია. მეხუთე მოქმედება. პირველი 1603 წლის მუტა პოლონეთი, 1712 პოლტავა, უკრაინა, შემდეგ უკვე პირველი და მეორე მსოფლიო ომები და იქაც პოლონეთის საკითხი კორიდორის ეგრეთ წოდებული და ბოლოს აი ეს ომი, რომელიც პირდაპირ უკრაინა პოლონეთი. აი ეს ამის გარშემო ტრიალებს რუსეთისა და ევროპის ამბავი. ეს 5 მოქმედებიანი დრამა. აქედან გამომდინარე, ესე იგი ყველაფერი დადის რაზე. ნუ ბევრი ამ წითელი ხაზები, აი რატომ არ აკეთებს პუტინი იმას, რომ აი ეს როლოს დავუშვათ საბანკო, რა ქვია, ბანკავა ეს. იმიტომ რომ არის უკვე დიდი ხანი არსებობს ეს, რომ აი ჩინეთმა მას დაუყენა რაც გარკვეული შეზღუდვები. ნუ წითელი ხაზები არ უნდა გადალახოს. გამომდინარე ჩინეთის ხედვიდან, ხო? ანუ ატომური იარაღზე არც არის ლაპარაკი, მაგრამ არანადგურებენ გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს. ანუ არა ბანკავა ეს არ ურტყავს, დუმას არ ურტყავს. მეორე მხრივ, აი თუ ავიღებთ რომ დაარტყას, აი რა მოხდება, რა შეიძლება მოხდეს. ისრაელმა დაარტყა, განადგურა პირველი შემადგენლობა, რამაც კიდევ უფრო გასასტიკება გამოიწვია. ანუ ის პირველი შემადგენლობა ხამენეიდან დაწყებული და ლარიჯანით დამთავრებული გახდნენ მოწამეები. და პოლონეთს დაარტყას რუსებმა გამორიცხა. აი იმ ცენტრებს, ლოჯისტიკურ ცენტრებს. იცი რა არის, მთელი ამბავი არის ის, რომ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვიღაცების თავებში მაინც არსებობს საერთაშორისო სამართალი. ხო, მაგრამ აი ბალტიისპირეთი რო აიღოს ესტონეთი, დაიწყება მესამე მსოფლიო ომი. ხედავ მან როგორ არის? ანუ არაფერი გარკვეული არ არის. ჩვენ ვართ იოსიფ ბროდსკის აქვს ერთი ბევრი გენიალური ფრაზა აქვს, მაგრამ ერთ-ერთი არის ესეთი: გრედუში ის ფორმა წმი. მომავალი არის წყდიათის ფორმა. ფორმა. აი ამას მივაქცევთ ყურადღება. ფორმა არსებობს, მაგრამ არ გვესმის საზრისი. გესმის? არსებობს რაღაცა მატრიცა, მაგრამ სხვა შორის აქ მინდა ერთი მაგალითი მოვიხმო. იყო ესეთი არაჩვეულებრივი ფრანგი ისტორიკოსი ფერნან ბროდელი. რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი აქვს დაწერილი აი ფუძემდებლური. მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის ისტორია სამტომეული ძალიან სერიოზული. კიდევ და მას აქვს ეგეთი ეფექტი ნუ ეს ასეთ ეფექტი, შადრევნის ეფექტი. თუმცა შადრევანს რა ახასიათებს? ჩანს მისი აი შადრევანი, მისი თავი, ბოლო და შუა არის დაფარული ჩრდილით. და აი ჩვენ ისტორიკოსებიო და არა მარტო ისტორიკოსები ვართ აი ამ სიტუაციაში. ჩვენ ვერ ვხედავთ შუა ნაწილს, ანუ თავარი ნაწილი რაც არის, ამას ვერ ვხედავთ და აი რეალურად ჩვენს თანამედროვეებიც ხშირად ვართ აი ესეთი შადრევნის ეფექტის წინაშე, ანუ ვერ ვხედავთ იმას,
რაც თავსა და ბოლოს ერთმანეთს აკავშირებს. ანუ რაღაც მატრიცას ვხედავთ, როგორ არ ჩადრე. არსებობს რაიმე ლოგიკური კავშირი. არა, უყურე. მაგალითად, შეკონსტრუაციით ხსნის შეიძლება, მაგრამ შადრე შეიძლება არ არსებობს ლოგიკური ხო, კავშირი. არა, პოსტმოდერნი ეგ იყო ზუსტად. ჩვენ არ გვინდა, მაგრამ უყურე რა არის პოსტმოდერნი აღმოჩნდა ლიბერალიზმის ბოლო ბასტიონი, ხო? მაგრამ აი ეხლა როცა ჩვენ ყველაფერი შემოგვეშნა ხელში, უბრალოდ პოსტმოდერნის აღარ მუშაობს. ამიტომ ამოვიდა ზედაპირზე ამდენი კონსპიროლოგიური ნარატივი და თეორია. ხო, კიდე კაი საქართველოში ჩვენ ვართ, როგორც აი ძველი ერი რო ვართ, ჩვენთვის ვართ, წნარად ვართ და ყველაზე სწორი გამოსავალი მოვძებნეთ აი ამ საშინელებაში. როგორ ვახერხებ? ერთ-ერთი ყველაზე სწორი. ხო, არა, იმ სხვებიც არიან, მაგრამ აბსოლუტურად გაუგებარი. ამოიკუმინაში, როგორ ვახერხებ? ამოიკუმინაში ნამდვილად მე ესე ვიტყოდი, რომ სამი მომენტია ძალიან მნიშვნელოვანი და ეს სამივე ერთმანეთ ეს არის რა თქმა უნდა ძველი კულტურასაც დამოფიდენტობა, გამოცდილება, რომელიც გამოვიდა 90-იანი წლებიდან. თუნდაც. და არა მარტო. ჩვენ არა, უყურე არის ამ თაობას ახსოვს და ხშირად აი რატომ არ გამოდიან აი რა ქვია ხმასაძლევენ არ გამოდიან. რატო? იმიტომ რომ ნაცების ელექტროდების უდიდეს ნაწილსაც ძალიან კარგად ახსოვს ეს 90-იანი წლები და არ უნდათ. ნუ მაგრამ ახლა მაგათაც ხო აქვს თავმოყარება. რევოლუციაზე არ გამოვა. არ უნდათ რევოლუცია, არავის არ უნდა რევოლუცია. არა, ხო. აქედან გამომდინარე ხო არის ხალდუნის ცნობილი 4 თაობა. პირველი თაობა რომელიც აკეთებს, მეორე რომელიც მეოთხე უპირისპირდება თავის მამების მონაპოვარს. ხო? შესაბამისად მე რომ რაღაცნაირად ანუ ჩვენ ჯერ კიდევ ვართ მესამე თაობაში, ანუ რეზუმირება რო შევძლო რაღაცნაირად მართლაც ბუნდოვანი არის ყველაფერი, ანუ ის ლოგიკური ჯაჭვი, რომელიც მოვლენებს აკავშირებდა, თუნდაც 20 წლის წინ, ან 5 თუნდაც 10 წლის წინ კაცო. აი ავიღოთ მაგალითად ახლა არის 2026 წელი, ტრამპი როცა პირველად მოდიოდა, აი ეს პერიოდია, ხო ჯერ კიდევ არ არის ჩატარებული არჩევნები. 2016 წელი. მაშინ როცა ვამბობდით, აი ლიბერალური ნარატივი, პარადიგმა ჩამოიქცა რაღაცა, ამის არავის არ ჯეროდა. და დღეს უყურე რა არის დღეს ტრამპმა გახსნა პანდორას ხუთი. ამოფრინდა იქიდან ყველაფერი, ხო? აი რა არ მოხდა, რა არ ვნახეთ. შეწარმოდგენია ამერიკის მინისტრი, სამხედრო მინისტრი ლაპარაკობს მესამე ტაძრის აშენებაზე. კი ბატონო. ამას წარმოიდგენდი შენ თუნდაც 5 წლის წინ. არა. როცა ვინმე ამას ამბობდა, ეს იყო სრული სიგიჟე. ისმის, მაგრამ ამერიკული ჯარის თავდასხმა ვენესუელაზე ლიდერის მოტაცება და შემდეგ ვენესუელაში ყველაფერს იგივეს გაგრძელება. ხო, ეგეთი რამე ყოფილა. თითქოს არც არაფერი არა, ხო, უბრალოდ ტიტილასავი წაიყვანეს კაცი და მაგის ცოლი ჩააგდეს ამერიკულ ციხეში, მაგრამ მერე ვენესუელაში გაგრძელდა ყველაფერი ისე და შემდეგ სულ 2 დღის წინ ტრამპი აქვეყნებს რუკას, სადაც ვენესუელაზე 52 შტატი ხო, აი ეს ხდები რა ხდება. ანუ მეორე მხრივ თუ ამას დიდ დროში შევხედავთ, შეგვიძლია დავინახოთ შემდეგი, რომ თუ ამერიკის ისტორიას გადავხედავთ, ხო ეს 250 წელს თუ ავიღებთ, არა, ძალიან ბევრი შტატი ნაყიდი აქვს. თალსახად. ლუიზიანა, არა მარტო 13 ნიუ-მექსიკო, კალიფორნია. უდიდესი ნაწილი შტატების არის ნაყიდი. არა, ხო. დიდი ნაწილი მოკლედ. კარგა, მოზრდილი. ამის მერე 70-იან წლებში მე ფლორიდა. ხდება ქვეყნის დააპგრეიდება და სამოქალაქო ომი. რომელიც საბოლოოდ მისცა სახე, ხო. და დგება რაღაცა პერიოდები, როდესაც ქვეყანა კიდევ დგება ესეთი დილემის წინაშე. როგორც ჩანს დღეს არის სწორედ ეს პერიოდი, როდესაც ის ორი მოდელი, რომელიც აქვს, ერთი აქვს მაგას, მეორე აქვს, თქვათ ასე, დემოკრატ რესპუბლიკელებს, აბსოლუტურად არ ემთხვევა ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, ან მოხდება ცხელი სამოქალაქო ომი, ან ცივი სამოქალაქო. ეხლა დავბრუნდეთ რუსეთში. რუსეთში ბევრია უკვე ყოფილო მეორე სამამულო ომის დარი ხანგრძლივობა არის. მეტი უკვე მეტია. მეტი უკვე ხო, ეგ არ მოსწონთ. ხო, არა, მეორე მსოფლიო ომი გაგრძელდა 6 წელი, მაგრამ თვითონ რასაც რუსები უწოდებენ დიდი სამამულო ომი გაგრძელდა 4 წელი არა, 3 წელი 11 თვე. ხო, 22 ივნისი 9 მაისი. ანუ უკვე გადაცილდა. გადაცილდა. არ მოსწონთ. თებერვლიდან მოყოლებული, სადღაც იანვრის ბოლოდან თებერვლიდან თუ წლის ბოლოს უკვე ითვლებოდა რომ უკრაინა დამარცხდა და შემდეგ შეიქმნა სიტუაცია, ძალიან რთული სიტუაცია რუსეთში,
გაჩნდა სერიოზული უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ ძალიან სერიოზული. იმობებოდა რუსეთის ქალაქი. ეხლა წარმოიდგინე სამი ფაქტორი. პირველი ნავთო გადამამუშავებელი ქარხნების გეგმაზომიერი დაბომბვა, დრონებში უპირატესობა უკრაინის და ჯარის ვერ წასვლა. ეხლა წარმოიდგინე კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ამ ყოველთვის დაერთო. ეს არის ინტერნეტის შენელება მოსკოვსა და პეტერბურგში და ტელეგრამის გაუქმება. ხო, მაგრამ ბოლომდე არც ტელეგრამი გაუქმდა. არც აი ამ ყველაფერმა გამოიწვია საოცარი უკმაყოფილება და მე ესე ვიტყვი, ხო, ფრონტი გაიყინა, თქვა და ასე. ეკონომიკური პრობლემები. ფრონტი გაიყინა, ეკონომიკური ხო დაიწყო სერიოზული დაცემა ეკონომიკის, ესე იგი, და აქედან გამომდინარე პრობლემები გაჩნდა კაცო. გაჩნდა ის გამოწვევები, როგორი გამოწვევებიც იყო ზუსტად 4 წლის წინ. ხო. აი პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში. ხო? ანუ მეუდებ. ნახოთ ახლა ეს აი ეს დარტყმები განახორციელეს ძალიან ძლიერი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. მაგრამ ამავე დროს რომ ვთქვა რომ ევროპა არის დალხინებული და უფრო ძლიერი. ვერანაირად ამას ვერ ვიტყვით. ევროპას არ აქვს სამხედრო საწარმოო კომპლექსი ეს ერთი და ვერც გააკეთა ამ 5 წლის განმავლობაში ეკონომიკური სერიოზული დაცემა და არ არის რესურსი, სამხედრო რესურსი და უკრაინას აქვს ასევე ეგზისტენციური პრობლემა, როცა ამერიკა უპირისპირდება ნაბუს მეშვეობით ზელენსკის ადმინისტრაციას. თვითონ ამავე დროს ამერიკასა და ევროპის დაპირისპირება, რომელიც აღწევს უკვე აქაც გაუგებარია. ხედავ სადავო, ჩვენ ესე იგი მთელი ნაცარქი გადავქეკეთ, მაგრამ მაინც ვერაფერი ვერ გავიგეთ დიდი ბოდიში ვიფასო და რემაყოლო, მაგრამ პრობლემატიკა ხო დაგანახეთ, ანუ პრობლემა რაში მდგომარეობს ეს დავანახეთ. დიდი მადლობა. როგორც ჩემი ერთი ახლობელი ყובה, ლოცვები უნდა გავაძლიეროთ. ამას სერიოზულად ვამბობ. მაგრამ მეც მართლა ვამბობ რა. 17-ში უნდა მივიდეთ. 17-ში ზეგ უნდა მივიდეთ. ოჯახის დღე. ოჯახის დღე. ყველა ჩვენ ახალი პატრიარქი წარგვიძღება. სხვა ჩვენ სასწაულია მართლაც ღვთისმადლია რომ არავერიეთ ქართველები დარწმუნებული იყო აი შინაგანად ხონდა აბსოლუტური დარწო ესეთი შინაგანი შეგნება რომ არაფერი არ მოხდებოდა იმიტომ რომ შეპირშაკარი ჩვენ დროებით ვეშთობით ერთმანეთს მეგობრებო და ერთმანეთს შეხვდებით პარასკევს